ზუგდიდიდან ინგირში ჩასვლა უკვე ახალი გზით არის შესაძლებელი. დღეს მაგისტრალის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გახსნა ზუგდიდი ინგირი კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პროექტი 1 მილიონი ლარი დაჯდა. პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. არავინ მაგრამ მე თქვენთანაც ვარ საფო არის. სოფლები რომლებშიც გზა საერთოდ არ არის დაგჭირებული. 20 წლის განმავლობაში აქ ასფალტის გზა არ ყოფილა. ფაქტობრივად ახალი გზის მოწყობა მოვახერხეთ. მინდა გითხრათ, რომ ამ რეგიონში სამეგრელოს გულისხმობ სამჯერ მეტი გზა დავაკეთეთ შაშანდელ წელთან შედარებით, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ არა რაოდენობას ამ შემთხვევაში, არამედ ხარისხს. მინდა გითხრათ, რომ ყველა კომუნიკაცია როგორც მე ვიცი შეცვლილია და შესაბამისად ჩვენ ამ გზის ხარისხით კმაყოფილი ვართ. დაახლოებით ერთ თვეში ალბათ უკვე ახალი ბიუჯეტი იქნება. ახალ ბიუჯეტში გაწერილი იქნება თუ რამდენი თანხა არის გამოყოფილი საგზაო დეპარტამენტზე და ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ განხილვას, უკვე ინტენსიურ განხილვას თუ რომელი გზები შესაძლებელია რეგიონში იქნეს ახალი გაკეთებული.